პოლიკლინიკებში არსებულ მდგომარეობას უკვე მეორე დღე აქტიურად ეცნობა ჯანდაცვის მინისტრიც ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესი დღეს გლდანის სამედიცინო ცენტრში შეამოწმა. მინისტრი მედპერსონალს გაესაუბრა და ექიმებს განუმარტა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზღვეულთათვის გამარტივებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ სპეციალური მონიტორები, რომლებიც პროგრამის შეუფერხებლად მუშაობას უზრუნველყოფენ. ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამა გუშინ ამოქმედდა. დიდი გამოცდა არის მთელი სისტემისთვის სამინისტროში საკეთხელი ხაზი გავაკეთეთ მონიტორებისთვის ანუ არა 15.05 სადაც მოქალაქეები რეკავენ არამედ მონიტორებმა რო დარეკონ და თუ სადმე რამე პრობლემა არის გვითხრან და ჯერჯერობით პრობლემა არსად არ არის თელ საქართველოში უბრალოდ მონიტორები მაინც რეკავენ იმიტომ რომ ყველა გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და კითხულობენ რომ აი ესეთი რომ მოვიდეს პაციენტი სწორად ვიცი თუ არა. ხო და ამიტომ ახლა ძირითადად გვინდა რომ ყველა დავმშვიდდეთ, არაფერი სანერვიულო არ გვაქვს. კარგად ვარ. 23 პოლიკლინიკაში შეუფერხებლად მიმდინარეობს პროცესი. მობილიზირებული არიან როგორც ექიმები, ესევე ოჯახის ექიმები და სხვა ყველა სამედიცინო პერსონალი, რათა უზრუნველყონ მოსახლეობის ნორმალური დახმარება. მოვედი დაზღვევით და ამიტომ მინდა რომ ჩემს ჩავუტარო ყველანაირი გამოკვლევა, პროფილაქტიკა და რა ვიცი, ალბათ ჩემს ოჯახურ მდგომარეობას საკმაოდ შეღავას გავუკეთებ.